ხო, სხვადასხვა დღეს გავრცელდა აგრეთვე სკრინი, რომ საქართველოს ბანკში აღარ იძებნება მაგალითად იმედის ოფიციალური ანგარიში, სადაც შეიძლებოდა გადაგერიცხა. ხო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკში იმედს უკვე ოფიციალური ანგარიში სავარაუდოდ აღარ აქვს. ისევე როგორც არ აქვს იგივე ანგარიში ალბათ TBC ბანკში და ისევე როგორც არ ექნება ეს ანგარიში Liberty ბანკში, რომელიც რუხაძის ბანკი არის. ხო, ესე გავიხსენოთ ის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ რუხაძემ რამდენიმე თვის იმ პოდკასტში განაცხადა, რომ მე ნათელად უნდას უთხარი რომ თუ შენ დაგასანქცირებენ მე იძულებული ვიქნები ჩემს ბანკში ანგარიში გაგიყვო მე Liberty ბანკშიო იმიტომ რომ მე Master და Visa კარტთან მაქვს კონტრაქტი დადებული რომლის თანახმადაც მეკრძალება სანქცირებულ სუბიექტებთან ურთიერთობაა და ეს ნიშნავს იმას რომ ვერც Liberty ბანკში ვერ აიღებს მაგალითად ხელფას იმედის თანამშრომელი და ვერც Liberty ბანკთან ვერ ექნება იმედს და პოზიტივის ოფიციალური ეკონომიკური ურთიერთობა ხო ესეა გარდა ამისა მაგალითად აი უამრავი კომპანია რა აი Nestle Colgate, Pepsi, პრეზიდენტის კარაქი, მაგალითად Tegeta, Makti და Silknet, ვერც ერთი ეს კომპანია იმედზე რეკლამას ვეღარ მიიტანს. აი დავაკვირდეთ შემდეგი კვირეების და თვეების განმავლობაში. ვერც ერთი ეს კომპანია რეკლამას ვეღარ მიიტანს, იმიტომ რომ ყველა ამ კომპანიას რაღაცა კავშირი, ეკონომიკური კავშირი აქვს ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან. ხო? ან რაღაცა კონტრაქტები აქვს მათთან გაფორმებული, ან პირდაპირ მეწილები არიან ბრიტანელი აქციონერები ამ კომპანიების და ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ მიიტანენ აქ რეკლამას. ეხლა დღეს კი კობახიძე ხელხელაობდა. უნდა გააგრძელონო და აი საქართველოს ბანკმა როგორ უნდა გააგრძელოს. ვერანაირად ვერ გააგრძელებს. ეს უნდა გავრცელდება მათ რაღაც საჯარო უწყებებზე და რაღაცა მათ ქვეშ არსებულ კომპანიებზე. მაგრამ მოდი ესეთი კითხვა მინდა დავსვა. სოსო ფხაკაძის ვენდისი მიიტანს რეკლამას TV იმედზე? შემდეგ ვერ მიიტანს, იმიტომ რომ ის პირდაპირ დაკავშირებული არის, ასე ვთქვათ, ამერიკულ და ინგლისურ ბაზართან, ხო ესეა და ვერ მიიტანს, იმიტომ რომ იძულებული იქნება მაშინ რაღაცა მეორადი სანქციები გავრცელდეს მასზე და კითხონ აბა სოსო ფხაკაძეს მიიტანს თუ ვერ მიიტანს ვერ მიიტანს ისევე როგორც სხვა კომპანიები ვერ მიიტანს და ხა ეს კობახიძე სხვა შორის ძალიან ნირწამხდარი იყო დღეს ძალიან კარგი ფერზე და კარგ ხასიათზე არ გამოიყურებოდა დღეს მე ამოვიწერე რაღაც სპეციალ ერთი მონაკვეთი მისი განცხადებისა სადაც ამბობს რომ სანქციებს არაფერი არ მოყვებაო და ვითომ თითქოს იქ რუსუდან დუბაძეს იმაშრებოდა რომ აი აბა გინდა თქო თქვენს დაგიწესო თუ რაღაც ეგეთი აი რაღაცა უცნაურად ელაპარაკებდა არაფერი არ მოყვებაო არაფერში არ გვაინტერესებს და აქედან ერთ წუთში ამბობს რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ იმედი და პოზიტივი დავიცოდოთ თუ არაფერი არ მოყვება დასაცავი რა სჭირს ესე იგი იტყუება ხო ესე რა თქმა უნდა იტყუება აი ხა ისე ვიძახი რა თუ არაფერში არ ეხება ეს სანქციები არც ქართულ ოცნებას და არც პოზიტივის და TVM-ს მაშინ ამაზე ამდენს რატო ლაპარაკობენ მაგალითად შრი-ლანკაში რო ეკონომიკური კრიზისია მაგაზე სხვა ლაპარაკობს იმიტომ რომ არ ეხება და არ აინტერესებს და არ ჩვენ არ ვლაპარაკობთ მაგრამ ამაზე რატო ლაპარაკობს მაშინ იმიტომ რომ ეხება პირდაპირ ეს არის უმძიმესი სანქცია თავად რუხაძე ამბობდა მაშინ რომ აქამდე სანქციები რაც იყო ეს სავიზო აკრძალვები იყო და რაც გვერდსულიდნენ რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით მაინც რაღაცა იმ თქვა დიპლომატიური პასპორტების თუ არ შეუძლიათ უიზოდ გადაადგილება მარტიდან ხო საქართველოს მოქალაქის პასპორტით ხო ხო გასულიყო და ეს არის ლაითი სანქციებიო ესე ამბობდა მაგრამ ეს ფინანსური სანქციები უკვე აღარ არის ლაითი სანქციები და ეს არის უდიდესი დარტყმა იმედის და პოზიტივის ეხა არის რაღაცა ეკონომიკურად მომაკვდავი ორგანიზაციები რომელსაც ვერაფრით ვერ გადაარჩენს კი შაფულს ჩაასხამს უფრო მეტად კი რაღაცა მიატანინებს სახელმწიფო მოდი შევხდი ვიდრე დააზუსტებთ მაგ გზებს და მექანიზმებს და გვერდის ავლის შესაძლებლობებს ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს რომ თქვენ რატომ ნერვიულობთ კაცო ხელფას მივიტანთო ჩვენო მიუხედავად იმისა რომ მანაც 25 დღით ადრე აღმოჩნდა რომ სხვაზე გადააფორმა საკუთარი წილი ხელფასი ჩაერიცხება თუ ანუ მთავარი სათქმელი მათი დღეს ანუ რომ მივიდეს ეს ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებამდე არის რომ ხელფას მოგცემთ კაცო თითქოს აი მთავარი აქ ხელფასია თითქოს იარლიყი რუსული დეზინფორმაციის მანქანა ასეთი იარლიყი აქვს ამ ორ ტელევიზიას ამიტომ არიან ისინი დასანქცირებული ორი ტელეკომპანია მოხდა არც ერთი სხვა მედია არ მოხდა 300 სუბიექტს შორის რომელიც უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა ეს არის სუბიექტები ვინც ხელს უწყობს რუსეთის ომის მანქანის მუშაობას იქნება ეს დეზინფორმაციის საშუალებით თუ პირდაპირ ვაჭრობს მათთან და აი ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია მაგალითად ბანკებია რომლებიც თავის არიდების საშუალებას აძლევს რომელიც საერთო ჯამში აძლიერებს რუსულ სამხედრო საომარ
მანქანას და აქ მოხდა ტელეკომპანია იმედი და პოსტივი დეზინფორმაციის გავრცელების ნაწილში, რომელიც ტვინს ურეცხავს საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტულად უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ასეთია ფორმულირება და დიდი ბრიტანეთი ამას კონკრეტული მაგალითების, უბრალოდ კონკრეტული თეზების საფუძველზე ამბობს, რატომ დასანქცირდა ტელეკომპანია იმედი. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია იმედი თურმე დამატებით განმარტებებს ითხოვდა ბრიტანეთის საელჩოსთვის მიუწერიათ წერილი. იქ განმარტებები წერია, რატომ დასანქცირდა ტელეკომპანია იმედი. სხვა შორის იმედი და პოსტივი არ დასანქცირებულა, როგორც რაღაცა უბრალო მედია საშუალება, რომელმაც რაღაცა სტანდარტი დაარღვია. სწორად თქვით, რომ სამას დასანქცირებულ სუბიექტ შორის არიან როგორი კომპანიები, იცით, მაგალითად როსატომი, რომელიც არის რუსეთის მთავარი ატომური, ასე ვთქვათ, კომპანია და მთავარი ორგანიზაცია, კამაზი, რომელიც არის მთავარი, ასე ვთქვათ, სამანქანო კომპანია, რომელიც მათ შორის რუსეთში, უკრაინის ომში ამარაგებს რუსულ არმიას, გაზპრომის ის დასანქცირდა ერთ-ერთი ფილიალი, რომელიც ასე ვთქვათ, თხევად გაზს აწარმოებს და კიდეც სოფლიოში ტრანსნეფტი, რომელიც არის ყველაზე დიდი აი ამ მილების გადამზიდავე. აი ამ ნავთობის გადასაზიდი მილების მწარმოებელი რუსული კომპანია და აქ დასანქცირდა პოსტივი და იმედი, იმიტომ რომ პოსტივი და იმედი კი არ მიიჩნიეს როგორც რაღაც მედია საშუალება, არამედ როგორც რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. ანუ ეს ამ ნიშნით დასანქცირდნენ. ეს კი არა, ხვალ ქართულს ნება რომ შეიცვალოს და აქ რაღაცა პირობითად მოხდეს. ეგენი მაგ სანქციას მაინც ვერ მოიხსნიან. ისეთი დაბღა არის მათთვის და ეს ვიქტორ ჯაფარიძე და რუხაძე რომ ვირთხებივით გაიქცა მართლა აი ამ იმით. თუ არაფერი გავლენა არა აქვს ამ სანქციებს მათზე, რატომ დათმეს წილი, მართველი წილი? აი ეს ვიქტორ ჯაფარიძე რომ გამოვიდა და რაღაცა სისრულეებს ულაპარაკობდა, რატომ დათმო თავისი მართველი? რატომ ახლა დათმო? რატომ მანამდე არ გადაახურა? თუ არ ეშინია, თუ მაგარი ბიჭია, თუ მაგარი კაცია, რატო დათმო და რატო წავიდა? ხო, ისე როგორც ირაკლი რუხაძე, რომელიც როგორი განცდა არის, იცით, რომ აი გემი რო გაიხრიტება და ვირთხები რო გარბიან ჩაძირული გემიდან, ზუსტად ეგ მდგომარეობა არის და თან გამოდიან და ფულს აიღებს, ფულს კონვერტებით აიღებენ. ხო, ალბათ კონვერტებით აიღებენ, როგორც ეგ რო იცოდეთ, ძალიან რთული არის. ეგრე ადვილი არ არის. ესე იგი ნიშნავს, რომ ივანიშვილს გაუძვირთ და ეხა იმედის და პოსტივის შენახვა. ეხა ივანიშვილის მთავრობა კი ვეღარ დააძალებს ამ საერთაშორისო კომპანიებს, რომ იქ რეკლამა მიიტანեն და ფორმულაში არ მიიტანონ, ტელევიზორში არ მიიტანო. მორჩა ეგ ზეგავლენის ბერკეტი გამოეცალა მაგათ და იძულებული იქნებიან, რომ ეს შავი ფული მართლა კონვერტებით გადაიხადონ და შეინახონ ისედაც ვალებში ჩაძირული ტv იმედი და პოსტივი და ეს ივანიშვილს ასუსტებს, მის ოპერირებას აძვირებს. ნახეთ დიქტატურას და ესე ტოტალურ კონტროლს ასეც ეგენი ქმნიან, ეგ უფასო არ არის, მაგას ბევრი ფული სჭირდება და ამ ბევრი ფულის შემოსავლის ბევრი წყარო ქონდათ მაგათ. ხო, ხან კოლ-ცენტრები, ხან სანქციების გვერდისავლა და ხან ბიზნესმენების დარეკეტება და რას დრო გადის, ეგ ბერკეტები მაგათ ეცლებათ, იმიტომ რომ ეხა ვეღარ დაელაპარაკებიან ეგრე ბიზნესმენებს და ეგრე თიც ვეღარ დაუქნევენ, იმიტომ რომ კეთროვნები არიან. შავფულს ვერ მიატინებენ. კეთროვნები არიან. შავფულს მიაწოდებენ, შავფული აქამდე მიეწოდებოდა იმეს და პოსტივის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ამ შავი ფულის გარდა კიდე მაგალითად სარეკლამო შემოსავალი ტv იმედს ჰქონდა 27 მილიონი ლარი წინა წელს. ეგ განახევდება კი არა, მესამედიც აღარ დარჩება მაგისგან და ეგ ფული ექნება ივანიშვილს ამსაღები მისი ჯიბიდან და ივანიშვილს ამ ქვეყნის აი ესე კონტროლი უღირს იქამდე, სანამ მომგებიანი ბიზნესი არის მისთვის საქართველოს მიტაცება, თორე თუ მეტი დანახარჯი ექნება და მეტი რისკი ექნება და მეტი ასე თქვა პოლიტიკური რისკის ქვეშ აღმოჩნდება, მაშინ კი აღარ იქნება ისეთი მოტივირებული, რომ აქ ტოტალური დიქტატურა დაამყაროს. ამიტომ ყველა ვარიანტში რეჟიმი ამით სუსტდება და ამით რაც როცა რეჟიმი სუსტდება, ამით ქართველი ხალხი ხეირობს და ქართველი ხალხის არის ეს კარგი. დღეს ტყუილად ცდილობდა პაპუაშვილი და კობახიძე რომ თითქოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული იყო ეს. არა, ბრიტანეთმა დაასანქცია რუსული ომის მანქანა, რომელშიც მოყვა ქართული ორგანიზაციები. ოღონდ ეს ქართული ორგანიზაციები ქართული რო არის, იმას კი ანიშნავს, რომ ქართულ საქმეს აკეთებს. ეგრე სერგო ორჯონიკიძეც ქართველი იყო, მაგრამ 105 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა წაართვა. ხო ესეა. ამიტომაც იგივე არის ზუსტად. ეს პაპუაშვილმა მაგალითს მოიყვანა დღეს, რომ 105 წლის წინ რუსეთმა დაგვიპყროდა, დღეს 105 წლის თავზეო ბრიტანეთმა შეგვილახა სუვერენიტეტიო. ჯერ ხო სრული ასე თქვა იდიოტი არის, ისტორია არის ის და პოლიტიკა არის ის, მაგრამ თუ რაიმე ანალოგია შეიძლება გაივლეს, მართლა ეგრე არის, რომ პოსტივი და იმედი დღეს არის ანალოგი იმისა, რაც იყო სერგო ორჯონიკიძე და იოსებ სტალინი თავის დროზე, რომლებიც იყვნენ ქართველები ეთნიკურად, მაგრამ აკეთებდნენ რუსულ საქმეს და იგივე არის ახლა ამ შემთხვევაშიც და რაც შეეხება